დღეს საღამოს 18 საათს და 30 წუთზე თბილისის საკრებულოს შენობაში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით დამფუძნებელი კრების წევრი ქალები 1920-1921, რომელიც ქალთა ისტორიის თვეს ეძღვნება და პატივს მიაგებს პირველ ქართველ პოლიტიკოს ქალებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში. ღონისძიების ორგანიზატორები გახლავთ ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი. წარმოგიდგენთ ჩვენი სტუდიის სტუმრებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია და ეროვნული არქივის საისტორიო არქივის დირექტორი ანტონ ვაჭარაძე. დილამშვიდობის მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. მოეხერამდე დავაზუსტე კიდევაც პროექტის სახელწოდება ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის. ანუ ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღნიშნული გამოფენა. ანუ ქალთა საინფორმაციო ცენტრი USAID-ის დაფინანსებით ხდება ეს ყოველივე. და ანუ არ მხოლოდ თბილისში ხდება ჩვენი ინფორმაციით ეს ხორციელდება ეს პროექტი კიდევ რომელ რეგიონებში ხდებათ ადამიანებს საშუალება რომ გაეცნონ ამ პროექტს. თვითონ პროექტი 4 რეგიონში ხორციელდება, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ღონისძიებას და დღევანდელ გამოფენას, პირველი გამოფენა იქნება თბილისის საკრებულოში და დიდი მადლობა ამისთვის საკრებულოს რომ დაგვიტმა შესაბამისი შესაფერი შეიძლება ითქვას დარბაზი და შემდგომ ჩვენ გვეგმავთ უკვე ამ გამოფენით რეგიონებში წასვლას. პროექტის ერთ-ერთი მიზანი, ერთ-ერთი დიდი პროექტი არის ანუ პროფილიანი არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და სწორედ აი ამ თვეში აი ამ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობის გაძლიერებას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება და აი არქივის დიდი წვლილია აი ამ ღონისძიებაში. დეტალებზე რომ ვისაუბროთ, უფრო მაინტერესებს ამ ეტაპზე ჯერ გამოფენით დავიწყოთ, რა ხდება გამოფენაზე, რა იქნება გამოფენილი და რა სახელავს გამწრე საზოგადოება დღეს საღამოს 7:30-ზე საკრებულოს შენობაში. მოგესალმებით. დღეს საზოგადოება იხილავს უნიკალურ საარქივო მასალას, რომელიც ეძღვნება საქართველოს პირველ პარლამენტარ ქალბატონებს. ეს იქნება ისევე როგორც დოკუმენტური მასალა, ასევე ფოტოებიც. დოკუმენტური მასალა ძირითადად მოიცავს მათ პარლამენტში მოღვაწეობას, პირად ანკეტებს, განათლების შესახებ ინფორმაციას, ასევე მათ მონაწილეობას იმ კანონ პროექტებში, რომლებიც ზოგი მათი ინიციირებული იყო, ზოგში ისინი იყვნენ ჩართულები, ხოლო ფოტოები არის გამოფენილი თითქმის ყველა ის ფოტო, რაც დღემდე შემორჩა ამ ქალბატონების მოღვაწეობის სამსახურში. ეს თქვენი პირადი არქივითან არის მხოლოდ მასალა თუ თქვა ოჯახებში არის მოძიებული და სათანადოდ მოემზადება? ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული არქივის მასალა არის ძირითადად გამოყენებული ამ გამოფენისთვის, თუმცა შემდგომში ეს პროექტი როდესაც გაგრძელდება, გამოვიწყოთ რომ სხვა დაწესებულებები უფრო გაამჭიდროთ შესაბამისად. რა თქმა უნდა. თუმცა ძალიან საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საუბარი იქნება 5 ქალს და რეალურად 20 ქალმა იყარა გენჯი პერიოდისთვის და საინტერესოა, როგორც გავარკვიეთ ეროვნულ არქივში არ არის დანარჩენ ქალებზე ინფორმაცია და თუ სადმე მოიპოვება იმ ქალებზეც ინფორმაცია, იმ გამბედელ ქალებზე, რომლებმაც იმ დროს ასე ვთქვათ დემოკრატიისთვის იბრძოდნენ და საქართველოს თავისუფლებისთვის შეიძლება ასე ვთქვათ დიდი როლი ითამაშეს ზოგადად განვითარებაში, იმიტომ რომ არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ასე ვთქვათ, განათლებაში და სხვა სექტორებში, ასე ახსენა ანტონიმ საკანონმდებლო საქმიანობაში. აი, ანუ ფოტოგრაფიების გარდა ღიაბარათებზე არის საუბარი, ანუ რა არის სახული ამ ღიაბარათებზე თქვენ გაქვთ და რა არის ასახული ამ ღიაბარათებზე ახლა შეგიძლია. სწორედ ეს რაზეც გესაუბრეთ, ეს დოკუმენტები არაჩვეულებრივად დამუშავებული დუბლირებული არის ასეთი სახით. დიახ, აქ თქვენ ნახავთ ასეთი სტიკერი აქვს 2016 წელი აწერია. არ გავბედე მისი გახსნით. ამენა. რომ მარტივად მოვიქესი. დიახ, ეს ეძღვნება იმას, სწორედ რომ 2016 წელი არის არჩევნების წელი პარლამენტში და სწორედ ჩვენი მთავარი
ასე თქვათ, საქმიანობა ქალთა ორგანიზაციების მიმართული იქნება პარლამენტში ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე. იმიტომ რომ დღევანდელი სურათი და დღევანდელი გადასახადი რაც გვაქვს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე არის ძალიან დაბალი და აი რომ დავაკვირდეთ ტენდენციასაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მაშინ პროცენტებშიც რო გადავიყვანოთ 3%-ზე მეტი ქალი იყო პარლამენტში, მაშინ როდესაც 60-იან წლებში მსოფლიო დონეზე საშუალო მაჩვენებელი იყო 6% და ჩვენ აი იმ წლებში 3% მქონდა და აი ეს განვითარება როგორ არა შესაბამისად მიდის სხვა ქვეყნებთან შედარებით. არაზრდადი ხო. და სწორედ ვფიქრობ რა არის ამის მიზეზი ელენე? პირადად თქვენი მოსაზრება როგორია? ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ძირითადად არის სწორედ აი ეს ბარიერები, რომელიც ქალებს აქვთ და ჩვენ ხედავთ რომ აი ყველა არჩევნებში იქნება ადგილობრივი თუ თვითმმართველობის ფაქტიურად ზრდა არ ხდება. ამიტომ გამოცდილება იმდენი დაკროვდა განსაკუთრებით ბოლო 20 წელი საქართველოში ქალთა ორგანიზაციების კუთხით და საქმიანობის კუთხით, რომ მივედით იმ დასკვნამდე კიდევ ერთხელ, რომ გენდერული თანასწორობა რო აი იმ კუთხით მოხდეს 50 ამ ტემპით მოხდეს განვითარება 50 წელი კიდევ დაგჭირდება იმისთვის რომ ქალები მოვიდნენ გადაწყვეტილების მიხედვით. ამიტომ სწორედ ამიტომ აი ჩვენი ინიციატივა ახლა რაც ხდება ზოგადად ქალთა ორგანიზაციების ეს არის ლობირება დროებითი ზომების საკანონმდებლო ზომების კვოტების ლობირება რომელიც მისცემს ქალებს შესაძლებლობას რომ თანაბრად მოკლე დროში და მაშინ რაც თანასწორობა იქნება ეს დროებითი ზომები მოიხსნება და ის ბარიერები რომელიც ასე გადალახვა უჭერთ ქალებს უფრო მარტივად შეუძლიათ რომ დავძლიოთ. საბრძანელენი ქალთა საინფორმაციო ცენტრი არის სამთავრობო ორგანიზაცია 2000 სიტყვით ამასაც რომ გვიამბოთ რას ემსახურება არის? ჩვენი ორგანიზაცია რო შეიქმნა 2000 წელს როგორც საინიციატივო ჩვეულებრივი პატარა ჯგუფი ვიყავით და მაშინ ჩვენ მქონდა რაღაც შემთხვევა ქალებს ეხებოდა ოჯახში დალადობას ეხლა უკვე აღიარებულია ეს პრობლემა და მაშინ არ იყო და დავიწყეთ ამ პრობლემის გადაჭრის ძიების გზები და ორგანიზაციების ძიება და ვერ მოვიპოვეთ ესეთ მოყოლილი მონაცემთა ბაზა და გადავწყვეტეთ რომ დავაარსოთ ქალთა საინფორმაციო ცენტრი რომელიც მოემსახურება ჩვენნაირ ჯგუფებს და მიაწვის ინფორმაციებს თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ამით დავყავდით და დღემდე ვართ საკავებული თუმცა ჩვენი საქმიანობა სცილდება დღეს უკვე ამ პროცესებს და ძირითადი მიმართულება დღეს არის პოლიტიკაზე გავლენა, ადვოკატირება და ასევე ძალიან დიდი მუშაობას ვატარებთ რეგიონებში ქალების გაძლიერებაზე, აქ გულისხმობთ როგორც ეკონომიურ გაძლიერებასაც, ზოგადად ლიდერობა და ეკონომიური და პოლიტიკური გაძლიერება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიურად თუ არ გავაძლიერეთ ქალები და მათ არ ქონდათ, ასე ვთქვათ, არ ექნებათ დამოუკიდებელი შესაძლებლობა ეკონომიური ფინანსები ძალიან რთულია, რომ ისინი სამსახურები გაჩნდეს კი ბატონო, თუმცა ძალიან დიდი პოტენციალია რეგიონებში და ეს არგუმენტები ძირითადად მამაკაცებისგან და არა მარტო მამაკაცებისგან რომ მოდის რომ ქალს სადარიან ეს ქალები, ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია სრულად თუნდაც მე ვფიქრობ რომ დღევანდელ გამოფენაზე იმდენი ქალი იქნება ლიდერი, ალბათ იმედია, რომ თუნდაც აი ეს დარბაზი პარლამენტში რო შევიყვანოთ. დაფიქსირდება დღევანდელი საღამოწია ჯერა. რაცია იქნება იმის თუ როგორი აქტიური შეიძლება იყოს ქალი პოლიტიკურად სოციალურად. და არქივს ამ მასალით ალბათ კიდევ უფრო გავამდიდრებთ მომავალში. შეგახსენებთ რომ თბილისის საკრებულო დღეს საღამოს 7-ის ნახევარზე პატივს მიაგებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოს ქალებს და თქვენ უნიკალური მასალის დათვალიერების შანსი მოგეცემთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს მოგზაურობისთვის და საერთოდ დაგემშვიდობებით. იმედი დილა